ეთერში ახალი 6 სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. აჭარაში ბეშუმში დღეს ტრადიციული დღესასწაული შუამთობა გაიმართა. ბეშუმიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყა გვერდება. ნათია, როგორ აღინიშნა დღევანდელი დღესასწაული? შუამთობა უკვე ტრადიციული დღესასწაულია და მას საუკუნეზე მეტია, რაც უკვე მაღალმთიან აჭარაში აღნიშნავენ. ამ სოფელში სპეციალურად ამოდიან ამ დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ქედის ხულოსა და შუახევის მოსახლეობა ზაფხულში სწორედ პირუტყვის ამ იალაღებზე მოერეკება და სწორედ აქ ატარებენ მთელ ზაფხულს. ეს შუამთობა კი ამ ზაფხულის პერიოდში აღინიშნება. შუამთობის დღესასწაულს შუახევის ხულოს და მაღალმთიანი აჭარა ყოველწლიურად აღნიშნავს. იმართება აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას და მთელი რეგიონი მოდის ოჯახებით, კეთება ტრადიციული კერძებით, ცდილობენ რომ დაგვახვედრონ ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუები, ტრადიციული კერძებით გვიმასპინძლებიან. ძირითადად ბარელები სტუმრობენ თიელებს, რა დროსაც გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ღამეში კონცონები და ეთება ხოლმე ტრადიციული კერძებით უმასპინძლებიან მემთევრები, განსაკუთრებით ბარელებს და ერთგვარი ღონისძიება, ერთგვარი ხალისობა არის შუამთობა. შუამთობას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. მან მიულოცა ბეშუმში შეკრებულ მოსახლეობას ეს დღესასწაული და გაიხსენა გასული წელი, როდესაც ის ამოვიდა ბეშუმში, თუმცა ვერ მოახერხა ამ დღესასწაულზე დასწრება, რადგან მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. თაობებმა შემოგვინახეს თიან აჭარაში ეს დღესასწაული და დღეს უკვე სახალხო დღესასწაულად 21 საუკუნეში სახალხო დღესასწაულად გადავაქციეთ. სახალხო დღესასწაულია ჭეშმარიტად შუამთობა დღეს თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეეჯიბროთ ცხენოსნობაში, ჭიდაობაში, სიმღერაში და ვაჩვენოთ როგორი შემოქმედი ხალხი ვართ ჩვენ. არ შემიძლია არ გავიხსენო გასული წლის შუამთობა. როდესაც მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა თქვენ მოგფერებოდით და თქვენთან ერთად მეძეიმა ეს დღესასწაული. მაგრამ როგორც იცით, მოახერხა წინა ხელისუფლებამ ეს პარტიულ დაპირისპირებად გადაექცია. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი ზეიმის ნაცვლად ძალადობასა და დაპირისპირებაზე იყვნენ მომართულნი. სიყვარულის და მოფერების დღესასწაული ძალადობის და დაპირისპირების აქციად გადააქციეს. მე მაშინ შეგბირდით რომ ბოლოს მოუღებთ ამ მსგავსობას და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვართ და ერთად ვზეიმობთ ამ დღესასწაულს და ვერასდროს მომავალში ვერასდროს ვერავინ ვეღარ შეძლებს ქართველი ხალხის დაპირისპირებას. საქართველოს ყველასია ეს ზეიმი სახალხოა და ყველას უნდა კონდეს უფლება ამ ზეიმში მონაწილეობის მიღების. მე დღეს ბედნიერი ვარ რომ მოვახერხეთ ჩვენ გაერთიანება და ჩვენ ჭეშმარიტად მომართულნი ვართ ყველანი ჩვენი ქვეყნის მომავალი აღმშენებლობისათვის. მე განსაკუთრებით მიყვარს თიანი აჭარა, საოცარი ხალხი ხართ თქვენ, საოცარი მოფერება იცით, საოცარი თავდავალება იცით, საოცარი მშრომელები ხართ თქვენ და თქვენი მსახურებთ ყველანაირ სიყვარულს, ყოველგვარ მოფერებას. ყველაფერს გააკეთებს დღევანდელი და მომავალი მთავრობა იმისათვის რომ თქვენ ნამდვილად ჭეშმარიტად ღირსეულად გეცხოვრებოდეს თქვენ საყვარელ სამშობლოში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს მოვიფეროთ და სიყვარული გავუზიაროთ. გილოცავთ შუამთობას, ბედნიერებად გისურვებთ ყველას. შუამთობის დღესასწაულზე ტრადიციულად ასევე გაიმართა ქორწილი. ახალდაოჯახებულ წყვილს პრემიერ-მინისტრმა ოქროს ბეჭედიც აჩუქა.
ყველას მიულოცავ ამ ლამაზ შუამთობას, ყველას უმეტესი მადლობა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოვხდიდი ამ ლამაზი საჩუქრისთვის და ყველას მიულოცავდი აი ამ ლამაზ დღესასწაულს მოვხდიდი. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბაჩქა ბეჭედი, უღრმესი მადლობა მას და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ღონისძიების დადგმაში რაიმე წვლილი მიუძღვის. ძალიან ბედნიერები ვარ და რა ვიცი. ყველას ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას. შუამთობის დღესასწაულს ასევე ესწრებოდნენ სასულიერო პირები. მეუფე სპირიდონმა დიდი მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რომ ის 1998 წლიდან აჭარაში აფინანსებს ბავშვთა სახლებს და ასევე ხიჭაურის უნივერსიტეტის შეტანილი წვლილისათვის. თქვენ ხართ იაკობ გოგებაშვილის აკაკი. დიდი მადლობა. ის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსებულია ხიჭაურში, მას ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ შეწევნას უჩენს და ძალიან ეხმარება. ყოველ თვეში ეხმარება ძალიან დიდი სოლიდური თანხით. და მე მინდა მას ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. 20 დღის წინ ჩვენი ძვირფასი პრემიერის სასახლეში მივირთვით ვახშამი და ვთხოვეთ მას სულით და გულით რომ დაგწრებოდა, იმიტომ რომ წელს მას ძალიან დიდი მოფერება სჭირდება. ბატონო პრემიერო, მე მინდა გითხრათ პირდაპირ, ისე როგორც ქვეყანას, დედამიწას, მოსავალს, ხეებსა და მცენარეებს სჭირდება მზე, ისე სჭირდებით თქვენ საქართველოს და გაიხარეთ. ბეშუმში დღეს ასევე გაიმართა დოღი და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ხულოს საკრებულოს გადაწყვეტილებით საპატიო ხულოელის წოდება მიენიჭა პედაგოგს ალექსანდრე ქათამიძეს. პირდაპირ ჩვენი კორესპონდენტი ნათია როყვა საუბრობდა. მადლობა ნათია. კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად სოფელ შინდიში 2008 წელს დაღუპული 12 ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკო. გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ალასანიამ იმ ჯარისკაცების დამსახურებაზე ისაუბრეს, რომლებიც 2008 წლის ომში გმირულად დაიღუპნენ და განაცხადეს, რომ დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. ჩემს შვილს 5 წლის თავი შეუსრულდა, რაც აქცავდი ვართ მირულად ამეყობა ჩემი შვილის სამშობლოსთვის. არიან ჩვენ ვაშკაცთან ერთად ყოველ წელს მოვდივარ, ვითომ რამეს უკეთებ ჩემს შვილს. აი აქ დამეყობა მე აგვისტოს ბოლოს ცოლი უნდა მოეყოლა. დაიღუპა გმირულად ჩამოვდივართ ასე ყოველ წელს ჩვენც. დავით ყველა კიდე აფასებს მაშვება და ერთი მეამაყება ამით რომ სამშობლოში ერთი შვილი მაინც გაუზარდა. ის ბრძოლა, რომელიც ამ რამდენიმე 5 წლის წინ აი ამ ადგილას გაიმართა, არის ჩემი აზრით ყველაზე ჰეროიკული ეპიზოდი ჩვენი ბოლო ისტორიის განმავლობაში. რომ აჩვენეს ჩვენმა მებრძოლებმა, ვაჟკაცებმა, რომ გაუტეხელი საბრძოლო სული აქვთ და მტერს რომ არასდროს არ შეუშინდებიან. აქ დღეს პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას და დავპირდით მათ მშობლებს, ახლობლებს, რომ აქ უნდა გაკეთდეს მემორიალი, აქ უნდა აეგოს ტაძარი და სამარადჯამოდ მათი სახელი უნდა უკვალავდეს გზას ჩვენს მეომრებს, ჩვენს ვაჟკაცებს მომავალში. 5 წლის წინ აქ საქართველოს დაკარგა 17 გმირი, რომლებიც არ შეუშინდნენ მტერს და დაიცვეს სამშობლო, მაგრამ ამავე დროს მე მინდა ვთქვა, რომ მე პირადად და ყველა ვინც აქ არის, ვართ ამავე დროს ძალიან ამაყი, იმიტომ რომ ვართ იმერის შვილი, რომელსაც შეიძლება ესეთი გმირები ყავდეს. გორის რაიონის სოფელ ქვეშში გუშინ 10 საათსა და 45 წუთზე ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობა შეერაღებულმა პირებმა ერთი გასროლა განახორციელეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლები, რომელთა შუამავლობით ამოქმედებული ეგრეთ წოდებული ცხელი ხაზის მეშვეობით სიტუაციის დარეგულირება დროულად მოხერხდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გმობს აღნიშნულ პროვოკაციულ ქმედებას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ჩართულ ყველა მხარეს ინციდენტის სიღრმისეული გამოძიებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კი ქვეშში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მხარებს რაიმე სახის პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ სოფელ ქვეშში მომხდარ ინციდენტს პროვოკაცია დაფასებს. უმრავლესობის ლიდერის დავით საკანელიძის განცხადებით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ბევრის ინტერესში არ შედის და ამის გამო პროვოკაციული ქმედებებიც ხდება. მისივე შეფასებით აუცილებელია ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან ქართველი სამართალდამცველების მიმართულებით განხორციელებული გასროლის ფაქტი გამოძიებულ იქნას. გუშინ გორის რაიონის სოფელ ქვეშში ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრავი შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური პატრულის ეკიპაჟის მიმართულებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან უცნობა შეერაღებულმა პირებმა ერთი გასროლა განახორციელეს. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ერთი განმარტება აქვს ეს პროვოკაცია. სამწუხაროდ ასეთი ჯგუფები ძალიან ბევრია, ძალიან ბევრს უნდა რომ თქვათ ის შესაძლო მოვლენების დადებითი განვითარება, რაც იმედი მაქვს რომ მოხდება საქართველოსა და რუსეთს შორის, ის რომ საქართველოს ალბათ მეტი პერსპექტივა ექნება თავისი დაკარგული ტერიტორიების აღდგენის და ამისგან ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ვერასოდეს ვერ შეეგუება ასეთ პირობებში დარჩენას. ამას ბევრი მტერი ყავს და ასეთ პროვოკაციები სამწუხაროდ როგორც ჩანს არის. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2008 წლის ომის დროს დაღუპული სამხედრო ექიმის გიორგი აბრამიშვილის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო. აბრამიშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი ჭორვის დროს დაიღუპა. ირაკლი ალასანიამ აგვისტოს ომის დროს სამხედრო ექიმების ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად. თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი გადაწყვეტილებით გორის სამხედრო ჰოსპიტალს გიორგი აბრამიშვილის სახელი მიენიჭა. სამხედრო ექიმის პროფესია არის ორმაგად დასაფასებელი. ის იცავს საკუთარ სამშობლოს იარაღით ხელში და ასევე იცავს საკუთარ თანამებრძოლს. გიორგი აბრამიშვილი, რომელიც არ დაემორჩილა ევაკუაციის გეგმას და მობრუნდა სამხედრო ჰოსპიტალში, რათა კიდევ ერთხელ გამოემჟღავნებინა თავისი მაღალი პროფესიული ერთგულება საკუთარი პროფესიის მიმართ, გახდა მსხვერპლი რუსეთის შეერაღებული ძალებიდან ნასროლი ნაღმის. როცა ადამიანის ასეთი გმირობა არ იკარგება და სახელმწიფო და ხალხი ამას აფასებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვებელი მომენტი და წუთებია ჩვენ ცხოვრებისთვის და ჩემი შვილები მომავალში ძალიან ამაყები იქნება. ამ წუთებში ბათუმში ამერიკული საზღვაო ძალების ხომალდზე ეგვიპტესა და ამერიკის საელჩო ინიციატივით საზეიმო მიღება უნდა დაიწყოს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. ღონისძიებაზე ასევე მიწვეულნი არიან პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. საზეიმო მიღებაში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც მიიღებს. მანამდე კი ხომალდზე ქართველი კოლეგებისთვის ამერიკელმა მეზღვაურებმა წვრთნები გამართეს. ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი ბათუმის ნავსადგურში გუშინ შემოვიდა და 13 აგვისტომდე დარჩება. გემის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სწავლებები სანაპირო დაცვის პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით. სწავლებები ძირითადად ჩატარდება სავახტო სამსახურის ორგანიზების შესახებ ხომალდზე და მცირე საპატრულო კატარღების, სწრაფმავალი კატარღების ექსპლუატაციის შესახებ. აგრეთვე დაგეგმილია ბოლო დღეს ხომალდის გასვლის დღეს სატერიტორიო წყლების დაატყვევებამდე დაგეგმილია ერთობლივი სწავლებები სანაპირო დაცვის კატარღებთან ერთად. დღევანდელ დღეს იმართება სხვადასხვა სახის ვარჯიშები, მათ შორის პირველად სამედიცინო დახმარების, მცირე ზომის ხომალდების მართვა, მათი ტექნიკური მომსახურება. უზიარებს ჩვენს გამოცდილებას თუ როგორ ვუძღვებით ჩვენს გემს ყოველდღიურად. საღამოს კი გაიმართება მიღება ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის სახელით და ველოდებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ამ მიღების ძირითადი მიზანია ხაზი გაუსვათ ამერიკისა და საქართველოს მტკიცე მეგობრობას. ყოფილ პარლამენტარ თენგიზ ჩქუშიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა. თანხის გადახდას ჩქუშიები ხოლაპირებენ, რის შემდეგაც ის საპროფილეს დატოვებს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამეგრელოს ხმის ლიდერს პროკურატურას სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 239 მუხლების მესამე ნაწილით ედავება, რაც იარაღის მართსაწინააღმდეგო შენახვას და იარაღის გამოყენების ხულიკნობას გულისხმობს. ჩქუშია 239 მუხლის ნაწილში თავს დამნაშავედ თობს. ინციდენტი, რომელზეც მხარეები დაობენ 8 აგვისტოს ზუგდიდში მოხდა. როგორც დაზარალებული მერაბ ქარაია ცხადებს თენგიზ ჩქუშია მას სიტყვერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენა, შემდეგ კი მისი მისამართით გასროლა მოახდინა. აუცილებლად გადავიხდით ჩვენ ამ თანხას და დიდი მადლობა სასამართლოს ობიექტურებისათვის. ბედნიერი ვარ არა იმიტომ, რომ დადგა ესეთი სასურველი გადაწყვეტილება ადვოკატისთვის, უბრალოდ საქართველოში, რომ ნამდვილად სასამართლო დგას დღეს თავის სიმაღლეზე, ეს დადასტურდა და ამის გამო ვარ ბედნიერი.
კოაბიტაცია შეთქმულებაა გასამართის რეჟიმი ასეთი სლოგანებით მთავარ პროკურატურასთან წითელი ბარათების სახელწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავარი პროკურორის არჩილ კუბლაშვილისა და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის თანამდებობიდან გადაყენება იყო. აქცია პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგობის მოძრაობისა და მედია კავშირ ობიექტივის ორგანიზებით გაიმართა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში დანაშაულს ჩადიოდა, კვლავ დაურჩელია. მათი თქმით, უსამართლობაა, როდესაც სასამართლო დათანხალა მიმართ წაყენებულ ბრალდების ნაწილში ამართებს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, დღევანდელი აქცია გამართლებელი ხასიათისაა და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ. დღევანდელ აქციაზე მცირე ინციდენტით მოხდა ინციდენტი, მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე გუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე გამოჩნდა. მან პროკურატურასთან აქციის გამართვა გააპროტესტა. მისი თქმით, აქცია პროკურატურის ნაცვლად უზენაეს სასამართლოსთან უნდა ჩატარებულიყო. არ არის არც ერთი საქმე, რომელზეც დაწყებული იყოს საგამოძიებო მოქმედებები სააკაშვილის წინააღმდეგ. ქვეყანაში მიმდინარეობდა ტერორი, მასობრივი ტერორი მიმდინარეობდა მისი ყველა დამახასიათებელი თვისებით. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ ვერ პოულობს ახლა ვერც გენერალური პროკურატურა და ვერც მართველი პარტიის, ახალი მართველი პარტიის წარმომადგენლები ვერ პოულობენ იურიდიულ საფუძვლებს იმისათვის, რომ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა ყოფილი ხელისუფლების, არის თვალებში ნაცრის შეყრა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამართლიანობა ამ ქვეყანაში არ აღსდგარა. ყველა იმ მოქალაქის დონეზე, რომელსაც თქვენ ახლა ამ აქციაზე ხედავთ. მე მივიყვანე პროკურატურაში მოწმე ჯოლოხავა, რომელმაც ღიად თქვა, რომ მას ბაჩო ახალაია ავალებდა სხვა პატიმრების მკვლელობას, მაგრამ ძლივს დაკითხა ეს მოწმე პროკურატურამ და შემდეგ ვერ მივაღწია იმას, რომ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩაესვათ. დახვდნენ ამ ჯოლოხავას და ცემეს. დღეს მე ვეკითხები მთავარ პროკურორს, პასუხისმგებლობას არ გრძნობთ ამის გამო, რომ ჯოლოხავა ცემეს? ჩვენ მოვიცილეთ ეს რეჟიმი და იყო პირველი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც ვერ ხედავთ ხარ? და მოვითხოვთ იგივეს. აღდგეს სამართალი. კარგად გვესმის, თუ არა სამართალი არ შედგება სახელმწიფო. და ჩვენ ხელისუფლება გვინდა ისეთი, რომელიც იქნება ხალხის ხელისუფლება. გამას ვერ ხედავთ. სად არის რომელი ერთი საქმე 25,000 საჩივარია შესული. ერთი არ არის მიყვანილი ბოლომდე. ეს მიტინგი უნდა იყოს კუბლაშვილთან. კუბლაშვილი უნდა გადადგეს. ეს არის სწორი. ჯერ იქიდან უნდა დაიწყოთ და მე უნდა მოსულიყო ამ. 10 წელია იგზის, 10 წელი. იმას არ ეხებიან და 10 თვეში ეხებიან. საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართა, სადაც აქციის მონაწილეებმა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯა მოითხოვეს. ისინი კონკრეტულად ძმები კუბლაშვილების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კუბლაშვილს ამ პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება დღემდე აღნიშნული პირების მიერ პირადი ამბიციებით იმართება. მათივე თქმით, თუ ახალი ხელისუფლება საჭირო ზომებს დროულად არ მიიღებს, საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება. დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება კლავინდებულად აგრძელებს უკანონო დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართებაში. არ არსებობს ობიექტური გადაწყვეტილება მათ მიერ. ყოფილმა კრიმინალურმა ხელისუფლებამ რაუბედურებას ჩაიდინა ხალხის და ქვეყნის წინაშე. ეს ხელისუფლება პრაქტიკულად სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს და ასრულებს კუბლაშვილის დავალებებს. საპარლამენტო უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს. უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, გუშინ ზუგდიდში პრეზიდენტის გამოჩენას ის მოქალაქეები აპროტესტებდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში გამწარებული და შეურაცხყოფილი იყვნენ. დეპუტატის მსგავს ინციდენტებთან ქართულ ოცნებას არანაირი კავშირი არ აქვს. ქართულ ოცნებას რომ უნდოდეს მიხეილ სააკაშვილის სადმე ჩასვლაზე ხმაური სატეხვა ან დახვედრა ისე, ისიც მას დაანეშინია. ისეთ დახვედრას გააკეთებს და ისეთ ორგანიზებით გააკეთებს, ამას რომ ფეხს ვერ შედგავს ვერცერთ რაიონში, ვერცერთ სოფელში. თავისი სახლის კარებს ვერ გადაამოაბიჯებს, ეს რომ ქართულმა ოცნებამ მოინდომოს და ამაზე რომ ჩვენ ხალხს და ჩვენს მხარდამჭერებს უთხრათ, რომ მოდი ჩვენ ამაზე მივდივართ. და ამას რო არ ვაკეთებ ზუსტად იმიტომაცაა, რომ ასე თავის ჭულაზე დადის, სადაც უნდა დაარბის რა განცხადებებსაც უნდა იმას აკეთებს და ნაცმოძრაობის აი მთელი ეს აქციები გასტარდებოდა ზუგდიდში, იყო გორში, იყო თუ სხვაგან და სხვაგან. სადაც გამოდიოდა მართლა წლებით გამწარებული ადამიანები, რომლებიც მაგათგან ამდენ შეურაცხყოფას, ამდენ უბედურებას განიცდიდნენ და მათ თავიანთი გულის ტკივილი თქვეს.
ზუგდიდში რესტორან დიარონში გუშინ გვიან ღამით საღამოს შესულ პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია დაიცავი საქართველოს წევრებმა აქცია მოუწყვეს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდიდან წასვლას ურჩევდნენ მათი განცხადებით სააკაშვილს სამეგრელოს სამალავებიდან ამოღებული კადრების შემდეგ ზუგდიდში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს. კახა მიქაია პრეზიდენტს იმ სამალავებში ეპატიჟებოდა, სადაც ადამიანების გაუპატიურება ხდებოდა. აქციის მონაწილეები სააკაშვილს კურდღელს და მშიშარა პრეზიდენტს ეძახდნენ. მიხეილ სააკაშვილთან ერთად რესტორანში უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძეც იმყოფებოდა. პრეზიდენტი ზუგდიდში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე ტობა გარჩხელის ტბიდან ჩავიდა. ძალიან საინტერესოა, საიდან გაიგო ამ დროს აი ამ ხალხმა რომ ასე მოსულიყვნენ აქ და ეს მსგავს ტიპის აქციები გაიმართა. მე ვფიქრობ, რომ ეს ის ხალხია, რომელიც შევარდნათ ის დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო ოპოზიციაში, მსგავს აქციებს ატარებდა. მას არ აქვს მორალური უფლება, მას შემდეგ რაც მისმა რეჟიმმა 9 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში, ბოლო კადრები, აღმოჩენილი სამალავები და იქ ფირები, ეს იყო ბოლო წვეთი. მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა დადიოდეს სამეგრელოში, არ უნდა აღიზიანებდეს ხალხს. რაც სანგრებით გაუკეთებია სამეგრელოში და რაც ხალხის წამება ვნახეთ ჩვენ იმის შემდეგ მიშას მოსაბრუნებელი პირი აქვს სამეგრელოში. ქუთაისის იმერეთის ღვინის ფესტივალს მასპინძლობს ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე მეღვინეებმა სხვადასხვა სახეობის ღვინო გამოიტანეს. ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება და მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. თორნიკე ხურციძე ჩაგვერთვება ახლა ქუთაისიდან. თორნიკე, როგორ მიმდინარეობს ღვინის ფესტივალი? პრეზიდენტმა უკვე დატოვა ღვინის ფესტივალი. მიხეილ სააკაშვილმა წარმოდგენილი ღვინოები დაათვალიერა და ამავე დროს დააგემოვნა კიდეც. პრეზიდენტი მეღვინეების პრობლემებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის გეგმავს უახლოეს პერიოდში კახეთში საკუთარ მამულში მეღვინეთა გადამზადების ცენტრის გახსნას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი, რომლის პატრონაჟითაც იმართება დღევანდელი ღონისძიება, მეღვინეობის განვითარებისთვის მომავალში სხვადასხვა სახის ღონისძიებების და პროექტების განხორციელებას გეგმავს. ეხლა სიცოცხლეს ვაკეთებ, კახეთში ვაკეთებ, აქ ვაკეთებ, რამდენიმე ადგილზე კიდევ და საცდელმეურნეობას ვაკეთებ. ჩამოყავს უცხოელები, რომ კონსულტაცია იმოხსენს. ერთად ვიპოვოთ ეს ბაზა. კი, ძალიან მაგარია, ბატონიან როთონთან იყო როხში სოფელში. ეს როხის ღვინო არის, უაგვიზინჯავთ. ეს არის როხის ღვინო, რომელზეც მიყვებოდა ეხლა, რომ 3 დღე ვერ გამოფხიზდეს კაიოდა. თუ კიდე შემოყვა, მაგრამ ცოტას გავს. ეს არის საუკეთესო ფრანგული თეთრგვინოებზე. აი ღვინო არის ნამდვილად. მაგრამ ეს საუკეთესო ფრანგული. ბატონი იოსებ გურიგაშვილია, ღვინის წარმოებელი და და თეთრგვინოს სახში დამზადება უფრო რთულია. თბილისის ღვინის ფესტივალზე იყო. ეს არის ყველაზე კარგი თეთრი ღვინო, რაც გამისიჯა საქართველოში. ფესტივალზე სხვა ტრადიციული იმერული ღვინოებია წარმოდგენილი 10-ზე მეტი ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის დაგემოვნება შეუძლია დღეს ფესტივალზე მოსულ სტუმრებს და დამთვალიერებლებს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე შესაძლებელია ტრადიციული იმერული ყველის და თაფლის დაგემოვნება. იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. დღევანდელი ფესტივალის მიზანი კი მეღვინეობის ქვეყანაში მეღვინეობის განვითარებაა. ეს ღონისძიება არის ძალიან კარგი ღონისძიება, რომელიც წაადგება ქართულ გლეხს. მე წარმოვადგენ დღეს ეგ რაჭა ლეჩხუბის წარმომადგენელი ვარ, ჩვენს დავაფუძნეთ ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია 31 აგვისტოს ტარდება ამბროლაურში. გეპატიჟებით ყველა ტელევიზიას, ჩემს იმერეთს, ჩემს რაჭაში ყველა კუთხის წარმომადგენელი მთელ საქართველოს 31 აგვისტოს. მობრძანდით რაჭაში. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ტრადიციული მარნის ღვინოებია წარმოდგენილი. პირველი ღვინის ფესტივალი გორში გაიმართა, ქუთაისის შემდეგ კი ღვინის ფესტივალი პარალელურად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება. პირდაპირ ეთერში თორნიკე ხურციძე საუბრობდა, მადლობა თორნიკე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოყვარულ მთარსვლთა ჯგუფის ყველა წევრს 2 გოგონასა და 4 ბიჭს მიაგვლიეს. ქართველ მოყვარულ მთარსვლთა ჯგუფმა წალენჯიხის რაიონში მდებარე ჭითა-გვალას მწვერვალისკენ სვლა 2 დღის წინ დაიწყო. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 3200 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა. თავსავმა სხეულის დაზიანება მიიღო. ექსპედიციის სხვა წევრებმა კი გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. მაშველებმა მოყვარულ მთარსვლთა ჯგუფის ყველა წევრის გამოყვანა ერთმანეთს უზრუნველყვეს. ერთ-ერთ მათგან სამაშველო სამსახურის ექიმმა სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია. დაშავებული და ჯგუფის დანარჩენი წევრები მაშველებმა ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან თბილისში გადმოიყვანეს. ისინი იყვნენ განლაგებულები ძალიან რთულ ადგილას, ფაქტიურად ვერ შილდნენ კარავს, 2 ღამე მოუწიათ ჯდომით გათენება. ჩვენმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულის ჩამოყვანა სპეციალური სამსახურელო აღჭურვილობით, რადგანაც თავისით გადაადგილება მას იმ მომენტისათვის არ შეეძლო, რადგანაც რელიეფი იყო ძალიან რთული. გზა აგვერია შუა გზაში, გავყავით სხვა ბილიკს და მივდიოდით ზემოთ, რომ გვენახა ბილიკი, რომელიც დაგვაბრუნებდა ძველ ბილიკზე. გავიარეთ ძალიან რთული რელიეფი. ციცაბო იყო, მოხდა ისე, რომ ნაშალი ჩამომეშალა, საკუთარი დაგვარებული გამომხდა ფეხებში და დაახლოებით 250 მეტრი ჩამოვედი გორიალით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა რაჭა-ლეჩხუმის საგანგებო სიტუაციების რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად წარმატებული სამაშველო ოპერაცია განახორციელეს. ლენტეხის რაიონში ლატურის მთების მოსანახულებლად ყოფი პირები მდინარე ცხენისწყლის სათავის მახლობლად 2000 მეტრის სიმაღლეზე შეფერდნენ, რადგან ლაშქრობის ერთ-ერთმა წევრმა ორივე ქვედაკიდურის ტრავმა მიიღო, რის გამოც ხეობიდან მისი სასწრაფო გამოყვანა გახდა საჭირო. მაშველებმა ლაშქრობის წევრები ხეობიდან ვერტმენით გამოიყვანეს. დაშავებული მოლაშქრე ქუთაისის ინტერვენციულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. არაბი შეიხები პანკისის ხეობაში კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ინიციატივით სოფელ დუიში 6-კაციანი არაბული დელეგაცია ჩავიდა. ქუვეითის კულტურის მინისტრი, იუნესკოს მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგანმანათლებლო, კულტურულ და მედიცინის სფეროებში არსებული პრობლემებით დაინტერესდნენ. შეხვედრას, რომელსაც ადგილობრივი ქისტები და უხუცესთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, დუისის ერთ-ერთ მეჩეთში გაიმართა. ადგილობრივებმა პრობლემებს შორის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები და მდინარე ალაზნის დამცავი გაბიონის მშენებლობის დასრულება ითხოვეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არაბული მხარის ფინანსური მხარდაჭერით შესაბამის სამუშაოებს კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდი უახლოეს მომავალში დაიწყებს. ჩვენი ორგანიზაცია ფართო მოცულობისა და დიაპაზონისა, ვინაიდან ეს არის მსოფლიო მუსლიმთა ინტერესების გამომხატველი. როდესაც მე შევიტყვე პანკიში მუსლიმების შესახებ, გადაწყვიტე ჩამოსულიყავი ამ ხეობაში და გამეცნო ადგილობრივების პრობლემები. თუმცა ჩვენი ინტერესები ამით არ შემოიფარგლება. ჩვენი მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შევძლოთ ისეთი პრობლემების მოგვარება, რომლებიც ხალხისთვის მტკივნეულია. ამიტომ ჩვენ საქართველოს სხვა რეგიონებსაც დავეხმარებით. შეიხების მიზანი ახმეტის რაიონის დახმარება. თქვენ ხედავთ, ახმეტის რაიონს ძალიან სჭირდება დახმარება განათლებისა და კულტურის სფეროში. ჩვენ დავათვალიერეთ საბავშვო ბაღი. ბავშვებს წინავთ იატაკზე და არანაირი პირობა არ გააჩნიათ. ასევე რაიონში არ არსებობს სამედიცინო დახმარება. არ არის სპორტ-დარბაზი. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ, რომ აღვადგინოთ სწავლება. შეიძლება დავაფინანსოთ ბავშვების გაგზავნას უცხოეთში სასწავლებლად. არ აქვს მნიშვნელობა ჩეჩენია თუ ქართველი, ისინი შეისწავლიან ყველა პრობლემას, რაც რაიონში არსებობს. ბათუმში საჯარო ხელოვნების პროექტი ბათუმის ეზოს ამბები იწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია მიკროფონი უკვე მეორედ აწყობს ქალაქის ქუჩებში მასშტაბურ გამოფენას, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ მხატვრებსა და ქართულ შემოქმედებთან ერთად ბათუმის ეზოს მცხოვრებებიც მონაწილეობენ. არტ პროექტს დღეს საღამოს ბათუმის ისტორიული უბნის ხულოსა და გორგასის ქუჩები უმასპინძლებს. საღამოს ბათუმის ისტორიულ ქუჩებში ავტომანქანა სპეციფიური განათებითა და მუსიკალური გახმოვანებით ჩაივლის და ქალაქის ისტორიულ შენობებზე უჩვეულო ჭრილებს და კომპოზიციებს შექმნის. პროექტი ბათუმის ეზოს ამბები წელს მეორედ იმართება. შაშანდელისგან განსხვავებით წელს უფრო მასშტაბური არის, რადგან ჩართული არის უცხოელი არტისტები ამერიკიდან, თუ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ასევე რუსეთიდან. წელს იქნება პროექტი გაიმართება ძველი ბათუმის ქუჩებში, ასევე მასშტაბი არის გაზრდილი, იმიტომ რომ რამდენიმე ეზოს და ქუჩას მოიცავს.